იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მოგდანდით! გამარჯობა. სწორად ვართ სამშენებლო კომპანიაში? დიახ, თქვენ სწორად მოგდანდით სამშენებლო კომპანია ბაბილონში ვაშენებთ ღმერთის წყალობით. თქვენ სამსახურში ვართ. აბა დავდანდით, დაგნებავთ მითხარით. აი ჩვენს ანკეტებსაც გაეცანით, ოლთავე. შენიერი. აბა გითხარით, რაშია საქმე? ბინის შეძენით ვართ დაინტერესებული. ხო და რომ გიჩიოთ, ანუ პირობები გვაინტერესებს. ძალიან კარგი, თქვენ სწორად გილას ხართ მობრძანებული, ასე რომ მოდი რა უბანში გნებავთ, ავარჩიოთ თქვენთვის სასურველი უბანი. ანუ რამე სხვა პროექტები გაქვთ კიდევ სხვა უბანში თუ? იცით რა არის, ესე ჯერ მიწა სადარ გვაქვს ნაყიდი და ანუ ნებისმიერ უბანში შეგვიძლია რომ ავაშენოთ ამის პერსპექტივები არსებობს. მიწა არ გაქვთ ჯერ ნაყიდი, რას ნიშნავს? რას ქვია? ანუ იცით რა არის, ჯერ მოთხოვნები უნდა იყოს ბევრი და სადაც მეტი მოთხოვნა იქნება, იმ უბანში ავაშენებ და თქვენ სადგნებავთ კონკრეტულად რომ მითხრათ ჩავინიშნავ მე აი აქ. მაგალითად დიდ დიღომში. იყოს დიდი დიღომი, აბა მოვძებნოთ. რა ვიცი, მე ვაკეც მინდა. იყოს ვაკე, არ არის პრობლემა. ხო. და იქნებ მარსზე მინდა რომ აშენდეს. ვაიმე, იცით რა არის? დღეს მასზე არის სამუშაოს საათები დასრულებული და ივერნი. და ხვალ? ხვალ იყოს მასზე, არ არის პრობლემა, ჩავინიშნავ. ესე ხო ნამდვილად აშენებთ ბინებს? აი, შვილებს გეფიცები ეხლა და ამ ხელა კომპანია და მე ხა ყულზე ხო არ დავიფიცებ არა? ხო გამოგიჟებენ. შეგიძლიათ რომ გვენდოთ რა. კარგი, და მაინტერესებს ეს მშენებლობა როდის დასრულდება? იცით რა არის? დაწყება გვიჭირს, თორე ძალიან მალე დასრულდება თუ დავიწყებთ, რა არის პრობლემა. და რომელი პროექტი გაქვთ დაწყებული? იცით რა არის? ჯერ არ გვაქვს დაწყებული არანაირი პროექტი, მაგრამ რაღაცა იქნება ღმერთის წყალობით. და რას ელოდებით? ღმერთის წყალობას. კაი. იცით რა არის? ანუ მაშინ ბინები რა კონდიციაში ბარდება? რუხი კარკასი. რუხი კარკასი? დიახ. შავი კარკასი? არა. შავი ნიშნავს რომ კედლები ამოყვანილია და რუხი კარკასი არის ბლოკები, ცემენტი, მოსაზერი აპარატურა გვხვდება და თქვენ თვითონ აშენებთ კედლებს. სულ სიცარიედია რუხი კარკასი. მოიცა ერთ წუთი, ეგ როგორ? დიახ. როგორ დაიცით რა, აი თქვენ გემოზე ამოიყვანთ კედლებს, აი სველი წერტილისა, ნახეთ რა მომხიბვლელად ჟღერს, სველი წერტილისადაც გინდათ, აი ალკა თუ გინდათ გააკეთოთ, ამას ყველაფერს თქვენზეა მozgებული კომფორტულად. და ხარისხიანი მასალით მაინც თუ აშენებთ? იცი რა არის, თუ ავაშენეთ. დიახ. ხარისხიანად ავაშენებთ, აი აშენების პროცესში ჩვენ თუ ვიგრძენით რომ ხარისხი არ მოგწონს, იმის აშენებას აზრი აღარ ექნება და დავანგრევთ. ასე დავანგრიეთ ერთი შენობადაც დავიწყეთ, მართალია ყველა ბინა გაყიდული იყო, მაგრამ უბინაოდ დარჩა ხალხი, მაგრამ მე ჩემ ნამოსთან ძალიან სუფთა ვარ. ასეთი სუფთა ჩვენი კომპანიის ნამოსი. ძალიან კარგი და ისე არასდროს გამიგია ეს რუხი კარკასი და მართალია თქვენ ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ჩვენ დავნერგეთ, ჩვენ დავაფუძნეთ თვითონ ეს რუხი კარკასი. კიდე და გაინტერესებთ. ინოვატორები არიან. რა თქმა უნდა. აი სხვა პროექტები ჯერ არ გაქვთ, ხო? იცით რა არის, გაყიდვებს ველოდებით და დავიწყებთ. და დაახლოებით აი როდის დაიწყება ეს მშენებლობა თვითონ? იცით რა არის, ჩვენს გუნდს გაუჩნდა უბრალოდ იდეის დონეზე, რომ აი ხოვალ გავაკეთოთ სამშენებლო კომპანიაო და გავაკეთეთ და დანარჩენი როგორც მოგახსენეთ ზემოთ ღმერთის წყალობით ყველაფერი იქნება კარგად.
კარგი და თვითონ ეს მშენებლობა როდის დაიწყება? როგორც გითხარით, ჯერ ველოდებით და როგორც კი შეგროვდება საკმარისი რაოდენობა, ჩვენ უკვე დავიწყებთ მშენებლობას. და თუ არ შეგროვდა? შეგროვდება. ისე მე ძალიან მიყვარს აი სამშენებლო კომპანიების სლოგანები, რაღაცა ლოგოები. და თქვენი სლოგანი რა არის? ჩვენი სლოგანია ერთი კაცის და ვაშენებთ. აი თუ უბანზე მოგროვდა თვითონ უბანში 20 კაცი, უკვე ჩვენ დავიწყებთ აღმშენებლობას და კორპუსების ჩადგმას. კი. აუ თქვენ აფერისტები ხო არ ხართ? არა, შენ თავს ფიცავარ არ აფერისტი, აი მართლა. არა ხო, უბრალოდ საკაი პირობები გაქვთ და მაგიტომ მაინტერესებდა. იმდენი აფერისტია, უკვე ჩვენს დაბნეულებიო. კი, მესმის ხო. რომელიმე ბანკთან თუ თანამშრომლობთ? კი, ბანკებთან როგორ აი ეხლა მირეკავს ზუსტად ბანკი. ალო? დიახ, გისმენთ. არა, ნაიდა კაკაბაზე საიდან უნდა ვიცოდე მე? კარგით ნახვამდის. ერთი წუთი ნაირა კაკაბაძე ხო თქვენ ხართ ან რო შემოვედით კარზე ეწერა იცით რა არის მე გითხარით რომ თანამშრომლობთ ხო და მე ხომ არ მithქვამს რომ კარგად თანამშრომლობთ მეთქი ხან ისეა ხან ასეა გააჩნია ცხოვრება ესეთია გენაცვალე აუ ძალიან ნერვიულობ ისე და ხო არ გადაგვაგდე არა აი ეხა მომისმინეთ რა ხდება ჩვენ კვადრატულს ისე იაფად ვყიდით რომ სულ რომ გადაგაგდოთ ხო ის თანხა არც კი დაგენანებათ აი მაგაზე არ იდარდებ საერთოდ და კვადრატული რაღი $1200 ოი მე ერთი წუთი იაფიაო და რანაირად არის იაფი $1200 მაშინ თუ ცემენტი და ბლოკი თქვენი იქნება ამ შემთხვევაში ფას დააკლდება და $1000-ად შემიძლია შემოგთავაზოთ კვადრატული ანუ რამე ბანერი ხო არ გაქვთ რო გვანახოთ ან როგორი პროექტია? არა. ბანერი არ გვაქვს, მაგრამ მე შემიძლია ზუსტად დაგიხატოთ როგორი იქნება თქვენი ბინა. აი მობძანდით, აი აქედან როგორც კი შემოხვალთ, ეს იქნება მთავარი, ხო? აი აქ კიბეებით, აქ შეიძლება ლიფტმა ადიმუშაოს. აქედან კიბეებით თუ ამოხვალთ, მე7-ზე, ხო მე7-ზე გნებავთ? იყოს კი ბატონო, აი აქ იქნება მისაღები, სველი, წერტილი, აი აქ შეგიძლიათ ქოთნით ყვავილით დაგახვეწოთ. თუნ გხდით ყვავილი? ასეთი კომფორტი გვაქვს. აუ იცი რა, კი ნერვიულობ და რაღაცა ცოტა ესე კითხვის ნიშნები გვაქვს ყველაფერზე. მაგრამ აუ მოდი გენდობით რა და მივიყიდით გავაფორმებთ. აი უხოლოდ აი აქ მომიწერეთ ხელი თქვენ და ქალბატონმა აი აქ მომიწერეთ ხელი. მომიწერეთ შეიძლება. შენ აქეთ ბერცი. აი თქვენ ეს რასაკეთებ? კვადრატული არის 1000 ლარად და ეხლა მოვა მარშრუტკა, ჩასხდებით და წაბძანდებით და მუშაობას დაიწყებთ. ეს რა არის კაცო, რაცა მე უნდა ავაშენო სახლი? ვაიმე $1000-ად თქვენ გიდათ გენაცვალე კვადრატული და მე აგიშენოთ აბა? ჩადით ეხლა მანქანა და გელოდებათ. მაგრამ ესე გადაიცვით და გავედით რა. თემუ დაძარი. დამობძანდით. რაღაცა დამობძანდით. ანუ ხელი აბა რაზე მოწერეთ? არ ვიცი, რაზე მოვაწერე, მე რა ვიცი, რაზე. აუ იღე ისე უკაცრავად ეს. თემუ იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.